გამარჯობა. მოკლედ დღეს გვაქვს ჩვენი M4 შემაჯამებელი ვიდეო. დავასრულეთ პროექტი. ეხლა კი დავждეთ ჭრდილში, იმიტომ რომ რუსთავში ვარ და ძალიან მაგრა აჭერს. და მოგიყვებით ამანქანის შემაჯამებელ პროექტებს, რა გავუკეთეთ და როგორია M4 G82, როგორია F სერიასთან შედარებით. ეს მანქანა ვიცით რომ გასაყიდად ჩამოვიყვანეთ და ამავდროულად თან უბრალოდ გვაინტერესებდა როგორი იყო G სერია F-თან შედარებით სპორტულობით და სადრაგაოდ. დავსყიდეთ და იქ გადავინაცვლოთ და იქიდან მოგიყვებით დანარჩენს. ვისაც არ გაქვს წინა ვიდეოები ნანახი, ამანქანის ყიდვა, ჩამოსვლა, პორტიდან გამოყვანა, მერე დაშლა, ნახვა, რა მოგვიხსნეს, რა დაგვიტოვეს, რა ნაწილები უდგას, ეგ ვიდეოები გვაქვს უკვე გადაღებული. ეხლა კი ამ ვიდეოში გეტყვით, რამდენად გამართლებულია საბაზრეთ ჩამოყვანა M-ის. ცოტა რთულია M4-ზე და M3-ზე და ზოგადად ყველა M-ზე ეს საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში ძალიან მაგრად გაგვიმართლა, ძრავი იყო გადარჩენილი. აი გუშინ მაგალითად ჩემ მეგობარს G80 ჩამოვიდა და იმ შემთხვევაში ძრავი იყო გაჭედილი და ეგ ყველაფერი M-ზე უნდა ქონდეს გათვლილი და ყველაზე ცუდი ვარიანტიც კი დათვლილი უნდა ქონდეს. ჩვენი მანქანა ჩამოვიდა იდეალური დაჟე იმაზე კარგი, რასაც ველოდებოდით. ამ მანქანით შემდეგ წავიდით ბათუმში, რათა გაგვეგო როგორ იქცევა გრძელ მანძილზე ეს მანქანა და რამდენად დამღლელია. ადრები გვექნება სალონის, ჩვენი არის კომფორტ ვერსია, ковშებზე არ არის, ამიტომ ძალიან კომფორტული იყო. F სერიასთან შედარებით, აი ძალიან რბილია, გეგონება ეს კლასით დადიხარ რა და მე7 სერიით დადიხარ. იმდენად რბილი და იმდენად კომფორტულია, რომ ამდენსაც არ მოველოდებოდით. თან დგას Eibach-ის პრუჟინები ამ მანქანაზე. ამბობენ რომ სტოკზე უფრო რბილი და კაი სამართავია ამ პრუჟინებით, მე ჩვეულებრივი პრუჟინით არ მყოლია. ხო, კიდე იმიტომ გვაინტერესებდა ეს მანქანა, არა მარტო თანხის მოგების, არამედ იმიტომ გვაინტერესებდა, რომ გაუხსნელი ძრავიდან სტოკის აწვავის სისტემით, სტოკი დანაი ყველაფრით, ხოლო დაუნფაიფით და ფილტრებით ამოდის ძალიან ბევრი ცხენი რა. ძალიან ბევრს გულისხმობ 700+ საბურავზე. 700+ საბურავზე ძრავზე გამოდის დაახლოებით 850 ცხენზე მეტი. X-ის შემთხვევაში მხოლოდ დაუნფაიფები გვიდგას. X-ი ანალოგიურ ძრავზეა და ანალოგიურ დაკიდებათა სისტემაზე და ტორმუზებზე და სხვა დანარჩენზეა. უბრალოდ წონაშია ძალიან დიდი სხვაობა და ესეთი სპორტული არ არის, მაგრამ X-ის სპორტულობაში უკვე ვიცით, რომ ეჭვი არ უნდა შეგვეყაროს, იმიტომ რომ ერთი დრაგი მოვიგეთ, მეორეზე მეორე ადგილზე გავედით და შემდეგ დრაგს ელოდება დღესაც რუსთავში გავტესტეთ და კიდევ უფრო მეტად გადატენილია და უკეთესი დროები დაწერა. G82, G80 იგივე ერთი და იგივეა, სავარძლებში, კარებებშია მხოლოდ სხვაობა რა. რაც შეეხება ამ მანქანას, სპორტულობის მხრივ F სერია მეტად აგრესიულია, მეტად ხისტია, დრიფტის მოყვარულებისთვის გაცილებით კაი ტიპი იქნება F სერიაზე, იმიტომ რომ dual clutch-ი არის სპეციალურად მაგისთვის შექმნილი, რომ მანქანა მოწყვიტო მოსახვევში ადგილი და ამ შემთხვევაში მიდიხარ ინერციით დრიფტში რა, რაც ვისაც დრიფტისთვის უნდა ძალიან დიდი მინუსია, მაგრამ პლუსი აქვს უფრო მეტი. მაგალითად ყოველდღიურად ქალაქში გადაადგილება ძალიან კომფორტულია და ძალიან კაი ტიპია, პლუს ეკონომიურია, პლუს კომფორტულია. ამ ყველაფერთან ერთად დრაგისთვის არის იდეალური პლატფორმა, იმიტომ რომ კვადროა და ძალიან მაგრად ჩქარდება. ჩვენ შემთხვევაში OTS წერია, ნასტროიკა არ ჩაგვიწერია, არ ყოფილვართ ავტოსთან, უბრალოდ E85 სპირტზე ჩამოვიდა და OTS-ი გვიწერია stage 1 სუპერი, რეგულარი, პრემიუმი და CSL-ის ის მოყვა, ნასტროიკა მოყვა, ესე რომ ვთქვათ და XHP წერია, რითიც 0-100, ჩვეულებრივ რეჟიმში 3-1-ში ვიარეთ. და კი, აქვს 2.9, 2.8, 2.6-იც გავლილი ბიჭებს ამ კუზაოთი იგივე სეტაპზე. ჩვენ არ ჩაგვისწორებია და ბევრი არ გვიწვალებია და ამიტომ პირველივე უბრალოდ ერთი გატესტვაზევე 3-1-ში ვიარეთ და ამ ხრივ ძალიან კაი ტიპია.
სალონზე გადავიდეთ და სალონის კადრებსაც გაჩვენებთ, მოგიყვებით. კონკრეტულად ეს მანქანა არის 2023 წლის მე-7 თვე, 24-იანს, რასაც ვეძახით ჩვენ, 24-ით არის ნაყიდი, არის დიდ მონიტორზე და სალონი აქვს რესტაილინგი. გარე ვიზუალი რესტაილინგი არ აქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა ვარიაციები გამოუშვა BMW-მ. მანქანა რესტაილინგად ითვლება, მაგრამ ფარები რა Snake Eyes რო ეძახიან, ეგენი არ აქვს. ეგენი უკვე 24-ის მე-7 თვიდან დაამატა და უკანა ფარებიც უკვე რესტაილინგი ცოტა მერე დაამატა. გავიაროთ ამ მანქანით, როლერის კადრებსაც ავიღებთ და აი სასწაული ძია, სასწაული დრაივი აქვს. ხმაც ძალიან მაგარი აქვს, იმიტომ რომ გამხდელი აყენია თავიდან ბოლომდე და ეკოპრო არა, კომფორტში ძალიან ჩუმია და არა კომფორტში ძალიან აგრესიულია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მეგობარი კომპანია Gez Motors-ი, ამიტომ რუსთავის ძეზე რო აღარ დავიწვათ, ეხლა გადავინახოთ Gez Motors-ში და იქ უკეთ მოგიყვებით თუ როგორ უვლით ჩემს ავტოპარკს. მოკლედ გადმოვედით რუსთავის გუნვარი მზიდან Gez Motors-ის სათავო ოფისში, სადაც მე თქვენ გეტყვით როგორ უვლით ჩვენ მანქანებს და ჩვენ ავტოპარკს. პირველ რიგში მანქანა ჩამოდის ძრავის გამოსარეცხი, სტანდარტული და პრო ვერსია. არავინ არ იცის რამდენი ხანი იდგა აუქციონზე, მე 3 თვე გზა სჭირდება, რაზეთი იდგა, რა დაშვება, ამიტომ ძალიან კაი ვარიანტია, რომ გამოვრეცხოთ ძრავი. და ძველ ზეთში ისხმება ეს. შემდეგ ვასხავთ უკვე ახალზეც, კონკრეტულად ჩვენ S58-ში ვასხავთ 520-ს. 520 არის სპეციალტეკი, რომელიც არის სპეციალურად ამ ძრავისთვის, კონკრეტულად S58-ისთვის, ხოლო 540 არის PAO, ანუ სრულიად სინთეტიკური და ვიყენებთ B58-ში. ასევე ძალიან ფართო არჩევანი და დიდი არჩევანია სხვა ზეთებზეც, უბრალოდ მე კონკრეტულად რასაც ხმარობ ჩემ მანქანებში. ის პროდუქტი აქვს წარმოდგენილი. შემდეგ უკვე ვასხავთ Liquimold Keratex, რომელიც ისხმება 30,000, იცვლება 30,000 კილომეტრზე. ჩვენ შემთხვევაში ცოტა უფრო ხშირად ვთხოვნა, იმიტომ რომ ძალიან დიდად ვთხოვს ვამუშავებთ და დაახლოებით, არ ვიცი, 2 ზეთის შეცვლა შეერთხელ უწევს და ჩვენი 2 ზეთის შეცვლა არის მაგალითად ხან 5,000, ხან 6,000, ხან 10,000. ჩვენც ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ დრაგებს დავდივართ. ისე 10,000 კილომეტრზე რო შეცვლით ზეთს, 3 ზეთის შეცვლაზე ერთხელ რო გამოვავლოთ ჯერ და შემდეგ კერატეკი ჩაასხათ, არის მისწრება ძრავისთვის და ასევე თქვენი ჯიბისთვის ერთხელ ჯობია გადაიხადოთ და გამოვავლოთ და ჩაასხათ და რას აკეთებს კერატეკი. ეხლა ძალიან მარტივად რო აგიხსნათ. იცავს ძრავს, არის ანტიფრიქციული დანამატი, ხახუნის შედეგად აღარ ჩნდება მიკრონაკაწრები და ასევე შეუძლია ძველი მიკრონაკაწრების ამოვსება და არის ძალიან კარგი ვარიანტი რა, რომ გაუფრთხილდეთ თქვენ ძრავს. შემდეგ უკვე გადავდივართ საწვავის სისტემის გამწმენდზე, რომელიც არის სტანდარტული და ასევე პროფესიონალური, რეცხავს კლაპნებს, ნადებს, ასევე ფარსუნკებს, ინჟექტორებს და აი ეს პატარა არის უკვე direct injection-ის დაშვებით, უკვე თანამედროვე BMW-ები მაღალი წნევის ნასოსი რო უდგას, ასევე აი GDI-ს რო ეძახიან ხოლმე, აი ეს არის ეგ. ზომით პატარაა, მაგრამ მოცულობა არ შეგაშინოთ, იგივე საქმეს აკეთებს, რასაც ის დიდები და ხო, ბოლოს უკვე Octane booster-ი, იგივე Octane Plus-ი, რომელიც ზავდება 40-დან 50 ლიტრ საწვავში, მაგრამ თუ რუსთავის ან წერონის ბაზა ვიღაცა მაგატარათ და გაგამწარათ, შეგიძლიათ 20 ლიტრაში გახსნათ და დაახლოებით 2.5-დან 5 ოქტანამდე უმატებს საწვავს რა. პირობითად სუპერს ხო აქვს 98. ადის 100-დან 102-მდე, 103-მდე და იდეალური ვარიანტია საჟიგანიების დასაჭერად და საგაზაოდ, თუ გაზაობთ. ხო, ეხლა გადავიდეთ კუმოს საბურავებზე. ჩვენი M4-ის დიზაინს კი ნახავდით. M4-ზე გვიდგას კუმოს საბურავები, რომელიც გავტესტეთ, როგორც ავტომობილმა, ასევე ჩვენ მერე გადავტესტეთ და ვიყავით ბათუმში, როგორც მშრალზე, სველზე,
ასევე ხმაურზე და მოჭიდებაზეც გავტესტეთ. ტორმუზის ტესტი იყო სასწაული, სუპრაზე გვიდგას წინ და რუსთავში დატორმუზდება ყველამ კარგად იცის რაც არის, ვინც ცოტა ავტოსფეროშია. კუმოს როგორც აგრესიული სპორტული, ასევე აქვს საქალაქო საბურავი და ასევე უკან ჩანს მე მგონი ატე და ემტე საბურავები. კაია, ავტობილშიც პირველი ადგილი აიღო და ყოველდღიურად სასიარულოდ ძალიან მაგარია და ძალიან რბილიც არის და უხმაუროც. გაჩვენებთ M4-ის სალონს, რომელიც არ მიჩვენებია. და რავი, ამ მანქანის განხილვა ისე არ ჩაივლის, რომ M4-ის სალონი არ გაჩვენოთ და კიდევ ერთი ფუნქცია არ გაჩვენოთ ამ მანქანის, რომელიც გატესტეს და ვერ გაიგეს რატო იყო ესე. ჩვენ შემთხვევაში დიდი მონიტორი, პერფორმანსის საჭე, მაგნიტური შიფტერები, სალონი კომფორტ სალონია და ეხლა ნახე. ხო, კლიმატ კონტროლზე ვერ გაუგეს ვერაფერი, იმიტომ რომ იყენებთ ავტოზე და very low-ზე დააყენებ თუ, very low-ზე დააყენებ თუ ძალიან მაღალზე. მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ისე უბერავს როგორც თვითონ ცვლის და ამას რო გაუთიშავ მერე რაზეც კიდე იმაზე დააყენებ რა. გიო. ერთი ხელის დაჭერა გეკნას. ხო. მე ერ-დრაივერი არ ვარ და სტროშკებს ვერ დავუთვლი, მე შემიძლია ერთი დრაგზე გავატარო და მივხვდე როგორია, 0-100 გავზომეთ, 402 არ გამიზომია, იმიტომ რომ არ გამოვდივარ ამ მანქანის დრაგზე. არ გამოვდივარ ამ მანქანის დრაგზე და არ მაინტერესებს 402-ს არ ნეშიუდეს, თან კი მაინტერესებს, მაგრამ არ გვიწერია ისეთი სეტაპი და სპირტი და გადაბუსტული არ აქვს, იმიტომ რომ ეს მანქანა არის გასაყიდი. ავი თუ მოხდა ისე რომ გადავბუსტეთ, მე უკვე სხვანაირად გადაიბუსტება ალბათ. ეს ვერსია არა, კომფორტ ვერსია არა. უკვე კოვშებზე. მანქანა კაია. ავი წელი, ყველაფერი, მომწონს რა. უბრალოდ ერთადერთი რაც აკლია დრიფტში არ არის იმდენად აგრესიული. და ასევე არც დაკიდება აქვს ზედმეტად აგრესიული რა. F-სერია ჩემთვის არის მეტად აგრესიული. სიარულშიც, საჭეც უკვე იმდენად ურბილდება, რომ ცოტა აღარ მომწონს. M2-ის შემთხვევაში როგორც ავდა დაგვერვილებინა საჭე, მაინც ხისტი იყო. ამ შემთხვევაში რბილია X3-ს გაცილებით ხისტი საჭე აქვს ვიდრე მას M4-ს და კი ვაგრუბებთ და რაღაც, მაგრამ მაინც არ არის ისეთი გრუვი. და ხო, ყველაზე მეტად რაც მომეწონა, აქვს ტორმუზის სისტემის დარბილება და დახისტება რა, რაც არის ძალიან მაგარი. იმიტომ რომ M3-ზე ვიჯექი, ავტოს M3-ზე და კარბონ კერამიკებზე იყო და სანამ მივეჩვიე, რამის წინა საქარე მინდა გავტეხი თავით. თავიდან არ ტორმუზებდა და რო გათვალ, მე ძალიან ატორმუზებდა და ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტულია და რასაც უყურებ უკვე ეს ახალი მოდელები გადადის კომფორტზე უფრო და ნელ-ნელა უფრო კარგავს აგრესიულობას რა. კომფორტის ქვრივისაც უნდა, F-სერიას გაცილებით ჯობია. პატარაზე რო შევაჯამოთ. სადრაგაოთ ვისაც უნდა F-სერიას ჯობია. ყოველდღიურად სასიარულო და გამძლეობითაც ჯობია F-სერიას. როგორც ძრავის ხრივ, ხა ეს 58 უფრო დახვეწილია ვიდრე ეს 55. უბრალოდ ძვირია. ერთი მინუსი ეგ აქვს და კიდე მინუსი ის აქვს, რომ დრიფტში ვერ დრიფტავს. აი ძალიან ბევრი ვიდეოს ჩასმა შემიძლია, სადაც რომ მოწყდებიან, მე რო ვასწორებენ მანქანას, უბრალოდ წყდება და იმტრევია. F-სერია არ არის მასე. ამიტაციული ჩვეულებრივ ვიზამოსებ, ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ ისე ვერა, როგორც F80, F82 და F87 და ზოგადად DCT კოლოფი. X-ი ყავს სამაგიეროდ გადატენილი, X-ი გაცილებით ჩქარია ვიდრე M4, მაგრამ ავტოს ჩარევა უნდა 9 საათი წკაპ და ესეც იგივენაირად კი არა, იმაზე ჩქარი იქნება, იმიტომ რომ X-თან შედარებით ძალიან ბევრი ნაწილები გვიდგას M4-ზე. როგორც შემშვები, გამსვლელი, წინა გაგრილება, თლიანი გამსვლელი და ასე შემდეგ. პლუს წონას თავისაშრება და ისის აეროდინამიკას შვება კიდე ძალიან ბევრს. ამით დაგემშვიდობებით M4-ს
რო გავყიდით, არ ვიცით რას ვიყიდით და შემდეგი ვიდეო უკვე იქნება უშუალოდ დრაგისთვის მომზადება, რომელიც არის 28 სექტემბერს. ხო, სუპრა რატო არ არის აქ? სუპრა აქ რომ მოვდიოდით რუსთავიდან ლილოში ჩამოვსვით AB პერფორმანსში და რამე უნდა უშველოთ გადაცემათა კოლოფზე. რო ჩავწერთ, ნაშველია გადაცემათა კოლოფი მუშაობს, მაგრამ 0-100 არ აქვს. პროგრამულად რომ მოვაგვარებთ სუპრის კოლოფს, შემდეგ უკვე გეზმოტორში გადმოვალთ ისევ და დავიწყებთ კარობკაში, ძრავში, ხიდში, არ შემისვლია ხიდში ზეთი რა ჩამოვიდა, ზეთებს შევცვლით. ტექნიკურად გავამზადებთ დრაგისთვის სუპრას და შემდეგი დრაგი უკვე ოქტომბერშია და X უწევს გამზადება, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბაივოიზაესები იქნება X-ის. და მინდა რომ კიდე პირველი ადგილი წამოვიღო და იმედი მაქვს ბევრნი გამოხვალთ დრაგზე და ბევრს გაგასწრებთ X-ამდე. ამით კი გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ.